Sve. Noidi mოვიდა. ისევ სამზარეულოში. ახლა მოათრიე. რა იყო, მოხდა კიდევ რა? იმარამ ზადამ ისევ გააუბედურა ერთი გოგო, მაგრამ რა? ელაპარაკე რამდენი ზგინდა რა შეაგნებინა. ნოიძი ამბო? კი, მახსოვს, მგონი შარშანაც რაღაც ამდაგვარი ჩაიდი. გახსოვს? კი. იქნებ შენ დაელაპარაკო, შეასმინო რა. რა გინდა? სახარება წავუკითხო? აბა მე ერთი ორი გაულაწუნე კიდეც, მაგრამ აზრი არა. თუ გონია საფთოს სიტყვა მოარჯულებს კავალერის. რა ვქნა ჩემო ძმაო, ჩემზე ეგ თქვენი საფთოს სიტყვა. მაგას გეუბნები. რა ვიცი, იქნება მსულელზე გაჭროს. მობრძანდი აქ. აქ მობრძანდი აქ. მოყევი ერთი რა უბედურება დაატრიელე. რას ბრძანებთ, ბატონო როტმისტრო? პასტორთან ეს როგორ მოვყვე, ღმერთმა დამიფაროს. ნუ გერიდება, შვილოჩები. გამოტყდი თორემ ხომ იცი რა გელის. მოკლედ, ჩვენ როგორც სიტყვიან, ცეკვავდით გაბრიელასთან. ხო და ამ დროს ლუდვიგი მეუბნება. ლუდვიგი რა შუაშია საქმეზე ილაპარაკე. ხო და მერე ემამ მითხრა კალოზე წამოდიო. გამოდის რომ ემამ შეგაცდინა. დიახ, ეგრე გამოდის. როგორ? იცით რას გეტყვით? თუ გოგონას არ უნდა, არაფერი არ მოხდება. მოკლედ. ბავშვის მამა შენ ახარ თუ არა? აბა ეგ ვერ ავიცი. როგორ? შენ არ იცი? დიახ, არ ვიცი და საერთოდ ეს არავინაც არ იცის. მარტონი არ იყავი? იმ დღეს ვიყავით, მაგრამ საერთოდ აბა რა ვიცი. ემას ხომ დაპირდით, სოლად შეგირთაო. ხომ? მერე რა სულ ასე აპირდებით ხოლმე. არა, გაგიჟდება კაცი. ორი დამიგდე ნოით. ბოლოს და ბოლოს კაცი არა ხარ? როგორ არ უნდა იცოდე? ბავშვი შენია თუ სხვისი? ბატონო პასტორო. ჩვენ შორის მოსახდენი მოხდა. მაგრამ ბავშვი ჩემია თუ არა, ეს მე არ ვიცი. მომისმინე შვილოჩემო. დიახ. აქ შენ სულზეა ლაპარაკი. როგორ შეიძლება ქალის განსასწრებში მიტოვება? ცოლად შეირთეო ვერავინ გაიძულებს, მაგრამ ბავშვზე ვალდებული ხარ იზრუნო ხომ ასია? მაშინ ლუდვიგიც ვალდებულია. მაშინ შენ საქმეს სასამართლო გაარგოს. მე ამ კაცის არ მესმის და არც მინდა მესმოდეს, გაეთრიაგე. მოიცა ნოით. გაეთრიაგე. ადოლფ. ნოით. როგორ გონია? ქალს რომ განსასწრებში მიატოვებ, თანაც ჩვილ ბავშვიანს. გან ეს უღირსი საქციელი არ არის? ჰა? როგორ ფიქრობ? ნუ თუ ვერ ხედავ რომ ასეთი საქციელი მაგრამ მე ხომ ზუსტად არ ვიცი რომ ბავშვის მამა მე ვარ. და საერთოდ ეს არავინაც არ იცის. ეხლა მთელი ცხოვრება სხვის შვილს გადავყენ, მგონი არც ეს ივარგებს. შვენივრად მოგეხსენებათ ბატონო პასტორო თქვენს და ბატონო როტმისტრსაც. გაეთრიაგე. მე თქვა ჯანი მოგცეთ ბატონო როტმისტრო. სამზარეულოში ფეხშეგმული არ გნახოთ, არა ჯანს მაგცემ მე შენ. გათახსირებული. გამომივიდა დონ ხუანი. რატომ არ უთხარი რისი ღირსიც იყო? რა გინდა ერთი მაგრად გამოვლანძღე მეტი რა უნდა. კაი კაცო, იჩეკი და თუ თუნავდი აქ რაღაცა. ისე გულახდილად გეტყვი და სათქმელიც არაფერი მქონდა. კი, გოგო ცოდუა, რა თქმა უნდა. მაგრამ ბიჭიც ხომ ცოდუა, ადოლფ, თავად განსაჭე. თქვა და არ არის ბავშვის მამა, მერე ქალიშვილს შეუძლია შვილი ბავშვთა სახლში მიაბაროს. მაწვილმა კი რა უნდა ქნას რა? ძუძუს ხომ ვერ მოაწოდებს. ქალიშვილს შეუძლია მშვენიერი სამსახური იშოვოს. მაწვილის ცხოვრება კი სამუდამოდ დაღუპულია თუ პოლკიდანაც სამარცხვინოდ გამოაწევეს. მაგრამ გოგოს დადანაშაულებაზე იოლი არაფერია, თუ ამას შეიძლება საერთოდ დანაშაული ეწოდო. დიახ. არა, ბიჭს რა თქმა უნდა მიქარული აქვს, მაგრამ როგორ დაუმტკიცე?
ასეა, ასე და ამიტომაც არ განვიკითხავ არც ერთს. რაც არის ადოლფო. მაგრამ მე და შენ მგონი სხვა რამეზე ვსაუბრობდი თუ ამ სდები ბერტაზე. ხო, ბერტას აღზრდაზე. კი. იონას, ეს სახლი სავსეა ქალებით. და ყოველი მათგანი ჩემი შვილის აღზრდას ცდილობს. სიდედრის სპირიტად ამზადებს, ლაურა მსახიობ შვილზე ოცნებობს. გუბერნანტი მეთოდისტად აყალიბებს, მოხუცი მარგრეტი ბაპტიზმს უხადაგებს ამ დროს, მსახურები ხსნის არნიაში ეპატიჟებიან, როგორც ხედავ, ბავშვს სულს ნაწილ-ნაწილ უფლებენ. მე, რომელსაც ყველაზე მეტი უფლება მაქვს შვილზე, წინააღმდეგობებს ვაწყდები. ამიტომაც გადავწყვიტე, გამოვგლიჯო იგი ამ ძვირფას ოჯახურ გარემოს. რას მირჩევ? შენს ოჯახში ქალებმა მეტისმეტად დიდი უფლებები მოიპოვეს ადოლფო. ო, ნუ გინდა შემოსულხარ და გინდა ვეფხობის გალიაში. ამათან გავარვარებული შანთები უნდა გეჭიროს ხელში, რომ არ დაგლიჯო. ო, იცინე, რა გენაღულება რა. შენი და ხომ შევირთეთ ცოლად. მოხუცი დედინაცვალიც მე შემომაჩეთ შენ. ო, დედინაცვალიც ჩემ მტერს ეყოლას. ო, აბარა. სახში სიდედრის ჯობია. მით უმეტეს თუ ეს სახლის სხვისია. დიახ. ყველამ თავისი ჯვარი უნდა ზიდოს. ზიდონ ბატონო, ზიდონ სანამ არ მოსწინდებათ. მე ჩემმა ჯვარმა გამსვლისა. ხო, მოხუცი ძიძა არ დაგავიწყდეს, დღემდე ისე მეკცევა, თითქოს აკვანში ვიცო და ქვეშ ვიფსავდე. არა, ღმერთვანი ძალიან მიყვარს, მაგრამ იონას, ჩვენ შორის დარჩეს, აქ რატომ უნდა ცხოვრდეს, გამაგებინე. რა ვქნა? ხომ გითხარი ადოლფო. ქალებისთვის სამხელა უფლებები არ უნდა მიგეცა. მასწავლე თუ ძმა ხარ ერთი, უფრო მკაცრად როგორ უნდა მოვექცე, როგორ? გულახდილად გეტყვი. თუმცა ლაურა ჩემი და მაგრამ ბავშვობიდან ასეთი უხიაკი ხასიათი ჰქონდა. არა, ეგ თავისთავად, მაგრამ უბედურების მიზეზი ლაურა არ არის. ო, მაგას მაინც ნუ მასწავლე. ლაურა რომანტიკული ხასიათის ქალია, მართალია ზოგჯერ გვიჭირს საერთო ენის გამონახვა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ასეა თუ ისე ის ჩემი ცოლია. ო და რა კი ცოლია? ამიტომაც ყველას ჯობი. არა. შენ ყველაზე მეტ უფლებებს სწორედ ლაურას აწევ. ბაზლე. დღეს ასეა, ლაურას არ სურს ბერტასთან განშორება, მე კი ვერ დავუშვებ, რომ ჩემი ქალიშვილი ამ საგიჟეში ცხოვრობდეს. არ სურს ბერტასთან განშორება? მაშინ ეს საქმე ცუდად დამთავრდება. მახსოვს ბავშვობაში დაწვებოდა და იდო მკვდარივით გაშიშებული სანამ თავისას არ მიაღწევდა და რომ მიაღწევდა უარს ამბობდა მიღწეულზე თან ქვიმტკიცებდა თავარია ჩემი გავიტანო გამორჩენაზე არ ვფიქრობ. ესე იგი მაშინაც ასეთი ყოფილა. კი. არა, ზოგჯერ ისე წამოუვლის ხოლმე მეშინი არაურიოს. გული მისკდება, ავად ხომ არ არის. კი, მაგრამ გამაგებინე ბერტას რას უპირებ? ლაურას რაში ეწინააღმდეგები, ნუ თუ ვერ უნდა მორიგდეთ ადოლფო. არ გეგონოს ეხლა რომ ჩემი შვილისგან ვუნდერკინდი მინდა გამოვიდეს, ან თუნდაც ჩემი ორეული, არც ის მინდა საკუთარი შვილის მაჭანკალი გავხდე და მხოლოდ მის გათხოვებაზე ვიფიქრობ. გაუთხოვარით თუ დარჩა ეს ხომ ჩემი უბედურებაა, ესე იგი ის უბედურზე უბედური არსება იქნება. მეორე მხრივ კი რატომ უნდა გავაწვალო ბავშვი და მამაკაცის კარიერა რატომ უნდა შეუქმნა? არ ვიცი რა ვქნა. შენ რა გინდა ადოლფო, შენ? მასწავლებელი მინდა გამოვიდეს. გაუთხოვარით თუ დარჩა. ლუკმაპური მაინც არ ექნება საძებნელი უბედურ მასწავლებელზე უკეთო მიცხოვრებს მთელი ოჯახი კისერზე რომ არის. თუ გათხოვდა და მეცნიერება ისევ ბავშვების აღზრდაში გამოადგება, ხომ სწორად მსჯელო. იონას. კი, მაგრამ ბავშვს მხატვრობაში ასეთი ნიჭი აღმოაჩნდა წინ, რატომ უნდა გადაეღობო? მე ვეღობები. ბერტას ნაცნობილარე გამოჩენილ მხატვარს ვაჩვენ. ასე მითქვა, დიდი არაფერია, ასეთ ხატვას აქ ჩვენ და სკოლაში წასწავლიან. ამზაფხულს ჩამობრძანდა აგერთი ყმაწვინი, ნამდვილი რეგვენი. ბერტა უდიდეს ტალანტად აღიარა და ლაურა კვლავ მართალი აღმოჩნდა. ამ ყმაწვილს ჩვენი გოგო ხომ არ შეყვარება? რა თქმა უნდა. ხო და ღმერთმა გიშვებოს. ჩემო ძმა ვაყრიდან მე გამოსავალს ვერ ხედავ. არა, ბერტაზე კი ზრუნავენ, მაგრამ
უბედურება ის არის, რომ ამ ზრუნვას სიძულვილი უდევს საფუძვლად. არ ვიცი რა ვქნა. ოჯახში ომი ბძვინვარებს და გამანადგურონ ყველაფერზე მიდიან. შენ გონია ჩემთვის ეგუცხოა? შენ სამდღეში ხარ? მეც? სულ იმას გაგკივიან, უნდა დაუმტკიცოთ კაცებს, რომ ქალს ყველაფერი შეუძლია. სულ ერთმანეთს უპირისპირებენ კაცსა და ქალს. შენ რა უკვე მიდიხარ? ნუ წახვალ ერთად ვივახშმოთ. ჩემთან საინტერესო არაფერი ხდება, მაგრამ იცი დღეს ახალ ექიმს ველოდები. იცნო? კი, შორიდან მოვკარი თვალი. წესიერი კაცი ჩანს ადოლი. ძალიან გორ. ესე იგი შეიძლება ენდოს კაცი. არა, ეგ მე არ ვიცი, მთავარია ქალებთან შეძლოს ურთიერთობა. მაშინ იქნებ დარჩე. არა, გმადლობთ. შინ დავიბარე ვახშმად, დავბრუნდები მეთქი და რომ დავაგვიანო ჩემი ცოლი ინერვიულებს. ინერვიულებს თუ იბობოქრებს? არა, როგორც გენებას ხო, ჩაგაც. ხო. იცი, დღეს საშინლად ცივა. ხო, ცივა. გმადლობთ. არა? იცი ადოლფ, ხო. თავს მიხედე. რაღაც გატანჯული სახე გაქვს. გატანჯული? ხო, გაწუხებს რანა. ლაურამ ჩაჩურჩილა. 20 წელია მარხავს და ვერ დამარხა. რა შუაში აქ ლაურა, უბრალოდ თავს მოუვარე ადოლფ. მადლობა. შენები მომიკითხე. ლაურა მომიკითხე. ხო. ნახვამდის. იქნებ კეთილი ინებო და მომაქციო ყურადღება. ახლა 66 ისო ხო. თქმის ასე, ხო გის? ხელი შეგიშალე. შენ ალბათ ფული გჭირდება, ხო? საოჯახო ხარჯებისათვის. გამოიცანი. ო, დამიტოვე ანგარიშები. ანგარიშები? ესე იგი დღეიდან ანგარიშები უნდა წარმოგიდგინო? რატომაც არა? ჩვენი საქმეები ვერ არის კარგი. ჩვენი საქმეები თუ ვერ არის კარგად, ამაში მე არა ვარ დამაშავე. ხო და ანგარიშები ყველაფერს ხარ ხო? რა ჩემი ბრალია რომ მოეჯარე ფულს არიანს. მე ვერ მისცა რეკომენდაცია შენ. და ვისაძლევდი რეკომენდაციას ნამდვილ ავაზას. რატომ დამთანხმდი თუ იცოდი რომ ნამდვილი ავაზა კი იყო? იმიტომ რომ ჩემთვის არც ჭამასმა იყო, არც ძილი და არც მუშაობა, სანამ არ დამიყოლიო. შენი საუცილებლად გჭირდებოდა, იმიტომ რომ შენ ძმას არ გჭირდებოდა და უნდა და თავიდან მოეშორებინა. შენ სიდებს აუცილებლად გჭირდებოდა, იმიტომ რომ მე არ მჭირდებოდა. გოვერნანტს საში აღყავდა, იმიტომ რომ ბაპტისტი იყო და მოხუცი მარგრეტი აქებდა, იმიტომ რომ თურმე ბავშვობაში ბებიამის იცნობდა, აი რატომ მივიღე. დრო არ მიმეღო, მე ხლა ან საგიჟეთში ვიქნებოდი განაწამებიან. საგვარეულო აკლდამაში გავიხსენებოდი, მოკლედ. აი შენ ჯიბის ფული. ესეც საოჯახო ხარჯებისათვის ანგარიშები მე. ესე იგი საოჯახო ხარჯებს აღეც. დი. ერთი მიბრძანე საკუთარ დანახარჯებზე თუ წერ ანგარიშებს. შენ მაგას იგულე. რა თქმა უნდა. არც საკუთარი ქალიშვილის აღზრდაზე უნდა მიყელო. რაკელის მამაკაცება გამოიტანეთ განაჩენი. განაჩენი კარგახანია გამოტანილი მაქვს და ერთადერთ ადამიანს გავამდე, ვინც ჩვენთვის ორივესთვის მეგონი ახლობელია. ბერტა ქალაქში იცხოვრებს, ორ კვირაში გაემგზავრება. გავუპირდავ და შეგეკითხები იქ ვისთან იცხოვრებს. აუდიტორ სელბერგთან. დამთხეულთან. მოქმედი კანონების თანახმად მამას უფლება აქვს აღზარდოს შვილები საკუთარი ხო, შეხედულებების შესახებ. დედას ვინ ეკითხება? არა.
ოჯახში მამა მთავარი. ბავშვზე, ცოლზე და საერთოდ მთელ ოჯახზე პასუხისმგებლობა მას აკისრია. და დედას არ აქვს უფლება განაგოს საკუთარი ქალიშვილის ბედი ხვარი. კი, მაგრამ დედმამას ხომ შეუძლიათ ერთად გადაწყვიტოს. როგორ გამოვა ეს? შენ გინდა რომ ბერტა დარჩეს, მე მინდა რომ წავიდეს. არითმეტიკის კანონებით გამოდის რომ ის სადღაც შუაში უნდა გაეჩეროს ქალაქსა და სახლში. კვანძის გასმა შეუძლებელია კარგად გაფრთხილდეს. კვანძი თუ არ იხსნება, უნდა გაჭრა. ნოიც რა უნდა? სამსახურებრივი საიდუმლო. რომელიც ყველა მიცი. მაშინ შეცდოდი. დიახ. მე გამოვუტანი განაჩენი. განაჩენი კანონით არის გათვალისწინებული. კანონით მამის ვინაობა გათვალისწინებული არ არის. არა, მაგრამ ჩვეულებრივ ეს ცნობილია ხოლმე. ჭკვიანი ადამიანები ამტკიცებენ, რომ ამის დადგენა შეუძლებელია. დიახ. რა? შეუძლებელია იცოდე ვინ არის ბავშვის მამა? ამას ჭკვიანი ადამიანები ამტკიცებენ. საოცარი. მაშინ მამის რომელ უფლებებზე მელაპარაკებოდი ოჯახში მამაა მთავარია. მამა უფლებებს მაშინ იძენს, თუ მამობის ყველა მოვალეობას იკისრებს ან ძალით აკისრებინებენ. და ოჯახებულებს როგორც წესი მამობაში ეჭვიარება. არ ეპარე. იმედი მაქვს ასე. და თუ ცოლი მოღალატეა? თავში გაუხლია. მე და შენ ეგ არ ვეხება. კიდევ რა გაინტერესებს? არაფერი. მაშინ მე წავალ ჩემს ოთახში, პეთილი ინებენ ექიმის მოსვლა შემოხდა. კარგი. გაფრთხილებ, მოვა თუ არა, მაშინვე დამიძაბე. უზრდელობაში რომ არ ჩამეთვალოს, გასაგებია? ჩემთვის გასაგებია. ძალიან კარგი. ექიმი ესტერმარკი მოვიდა. სწორედ. გალბატონო. ბატონო ექიმი. უკვე მოგძანდი? ძალიან მოხარული ვარ. ბატონი როტმისტრი გავიდა, ახლა დაბრუნდება. მომიტევეთ რომ გალოდინეთ. ავადმყოფთან შემოგვიანდა. გთხოვთ დაბრძანდი. გმადლობ. მე თვითონ სად მიგაქვთ? ეცით, ჩვენთან ოჯახში რატომღაც ყველანი აღად არიან. მაგრამ ეხლა იმედი მაქვს მალე გამოჯამრთელდებიან. როდესაც ასეთ მიყურებულ ადგილას ცხოვრობ, ისეთ ექიმი უნდა ყავდეს პაციენტებზე გული რომ შესთქიო, არა? თქვენზე კი იმდენი კარგი მსმენია. ალბათ მალე დავმეგობრდებით. დიდი მადლობა, გალბატონო, გმადლობ. მეც ჩემის მხრივ იმედი მაქვს თქვენი ოჯახის ხშირი სტუმარი არ ვქნები. ჯამრთელი ხალხი ბრძანდებით. ღმერთის წყალობით მძაფრის ნეულება არცერთ არ გვაწუხებს, თუმცა ყველაფერი რიგზე მაინც არ აგვაქვს. როგორ? არა, სანერვიულო არ გვაკლია. მომაშინეთ გალბატონო. არა, არის ხოლმე ოჯახში ვითარება, რომელსაც სიდისერი ადამიანი ვერავის გაუმხელს. გარდა ექიმისა. მაშინ ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სრული სიმართლე უნდა მოგახსენოთ. იქნებ ბატონი როტმისტრის გაცნობამდე გადავდოთ ჩვენი საუბარი. არა. ჯერმე მომისმინეთ. ესე იგი თქვენ ქმარზე მესაუბრებოდით. დიახ. ჩემს საყვარელ უბედურ მეუღლეს. მომაშინეთ გალბატონო. ჩემი ქმარი სულით ავადმყოფია. რა ბრძანეთ?
მას ბრძანებთ, მე აღთვალებული ვარ ბატონი როტმისტრის ნაშრომით მინეროლოგიაში დიახ. ყოველი სტრიქონით ხატყოფს ავტორის ნათელ კაფივაზროვნება. მართლა? ღმერთმა ქნას, რომ მე და მისი ახლობლები ვწდებოდი. არა, შესაძლოა ბატონი როტმისტრის ფსიქიკური მდგომარეობა რაღაცა მხრივ დარღვეულიც კი იყოს, მაგრამ დიახ, ბატონო ექიმო, ზუსტად ეს გვაშინებს. მე ამბეთ ყველაფერი. იცით რა ხდება? ზოგჯერ სრულიად წარმოუდგენელი იდეები აიტაცებს ხოლმე. არა, შესაძლოა ეს დიდ მეცნიერს კიდეც მიეტევება, მაგრამ ოჯახის წევრებს სიცოცხლეს გვიწამოს. აი მაგალითად ეხლა შესყიდვის ჟინით არის შეპყრობილი. ყველაფერს ყიდულობს, რასაც წააწყდება. კერძოდ რას კიდულობს? წიგნებს. არა, ურიცხვი რაოდენობით და აღარ კითხულობს. ისე კაცმა რომ თქვას, თუ კი მეცნიერი წიგნებს ყიდულობს, ეს მაინც და მაინც დიდი უბედურება არ უნდა იყოს. თქვენ გონ ჩემი არ გჯერათ. რას ბრძანებთ ხალბატონო? თქვენ ხომ გჯერათ, რასაც ვლაპარაკობთ? ერთი მითხარით. დიახ. შეიძლება ადამიანმა დაინახოს სხვა პლანეტებზე რაც ხდება მიკროსკოპში. მიკროსკოპში. დიახ, მიკროსკოპში. სუდია. მართო ჩემო, მე ოჯახის საიდუმლოებებს გაზიარეთ, თქვენ კი სრულებით არ მენდობთ. ხალბატონო, მადლობელი ვარ, რომ მენდეთ და გული გადამიშალეთ, მაგრამ ვიდრე საკუთარ აზრს ჩამოვაყალიბებთ, ეკიმა თვითონ უნდა შეისწავლოს ყველაფერი. აი, ხშირად ეცოლება თუ არა განწყობილება ბატონო როტმისტრის, ხშირად ცვლის თუ არა გადაწყვეტილებებს და ხშირად კი არა. 20 წელია ერთად ვარ და არ ყოფილა შემთხვევა გადაწყვეტილება მიიღოს და მე არ გადაეფიქრებინოს. ჯიუტია. სულ ცდილობს თავისი გაიტანოს. მაგრამ როგორც კი საწადელს მიაღწევს, მაშინვე უკან იხებს და ყველაფერს მეგან მომაბრალებს ხოლმე. საკმაოდ უსიამოვნო სიმპტომია და თანაც არსებითი. თქვენ წარმოედგინათ, ხალბატონო, ნებისყოფა სულის ხერხემალია და თუ კი დაზიანდა სულიც მაშინვე იშლება. მერტო ჩემო, მე რა სატანჯველი არ გამოვიარე ამ წლების მანძილზე, რომ ქმრისთვის მე სიამოვნებინა. თქვენ რომ იცოდეთ, რა დღეში ვიყავი, რეები გადავიტანა. თქვენი მწუხარება გულს მიკლავს. მენდეთ მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც კი ჩემზე იქნება დამოკიდებული. გულწრფელად მებრალებით ოღონდ ერთ რამეს გირჩევთ. მოერიდეთ ავადმყოფის აქებას მოულოდნელი იდეებით. ყოველი ახალი აზრი გახურებულ თვისში შესაძლოა ბოდვათ მანი ადრე იქცეს. გასაგებია? ესე იგი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაეჭვიო. არავითარ შემთხვევაში. ავადმყოფი ხომ ბავშვივით არის. რასაც გინდა იმას ჩააგონებ, ეს არის და ეს. დიახ. გასაგებია. მაპატიეთ, დედა მეძახის ახლა დავუბრუნდეთ. აი, ადოლფიც. უკვე მობრძანეთ? ბატონო ექიმო, ბატონო როტმისტრო, დიდად მოხარული ვარ. ბედნიერი ვარ რომ გავიცანი ასეთი სახელგანთქმული მეცნიერი. არა, მიცით მე მეტეორიტების სპექტრულ ანალიზს დაუქვემდებარე და აღმოვაჩინე ნახშირი, ანუ ორგანული სიცოცხლის ნაკვალევია საინც და ეს გთხოვთ. გმადლობთ. და აი მოკლედ ეს ყველაფერი მიკროსკოპში დაინახეთ? მომერხაჭო. სპექტროსკოპში. მიკროსკოპი რა შეშეში. რა თქმა უნდა სპექტროსკოპში. ბრძანდება. მომიტევეთ. რა გიხა ასია? ალბათ მალე იმასაც მოგვიყვებით. რა ხდება ახალი იუპიტერზე? რასო? ახალი რა უნდა ხდებოდეს? მე ისე ძველს მოგიყვებით, თუმცა თავარია პარიზიდან ციგნები დროზე მომაწოდო. სამსახურებრივი მოვალეობანი ხელს მიშლიან კვლევაძიებაში, თორემ დარწმუნებული ვარ ახალი აღმოჩენის წინგრავად. მაგრამ მე მგონი შეთქმულება მოიწყვეს. პარიზიდან ციგნებს აღარ მიგზავნიან. აი წარმოიდგინეთ, უკვე 2 თვეა. ვაგზავნი დეპეშებს, სალანძღავ წერილებსაც კი. მაგრამ პასუხი არ ისმის. ამისა ჭკუიდან შევიშალო, ვერ გამიგია რა ხდება. რა უნდა ხდებოდეს? ალბათ დაუდევრობა სხვა რა უნდა იყოს. გულთან ნუ მეიტანთ. ნუ მივიტან.
სტატია მიგვიანდება. თან როგორც მითხრას ბერლინშიც იგივე თემას ამუშავებენ, მაგრამ რა დროს ახლა ეს არის? ახლა თქვენ ახართ თავარი. სადინებებთ გაჩერებას თუ ჩვენთან მოისურვებთ, მზად ვარ იმას ვინდლო, მაგრამ იქნებ სახაზინო ბინა გირჩევნია. იცით, როგორც თქვენ ინებებთ ისე. არა, არავითარ შემთხვევაში თქვენ როგორც ინებებთ ბრძანეთ. იცით, უმჯობესია თქვენ თვითონ გადაწყვეტოთ. არავითარ შემთხვევაში მე არაფერს გადაწყვეტას არ ვაპირებ. თქვით სად გინდათ იცხოვროთ? ჩემთვის სულერთი აბსოლუტურად სულერთი. კი, მაგრამ მე როგორ უნდა ღვთის გულისათვის ბატონო ჩემო, მითხარით სად გინდათ იცხოვროთ? მე თქვენს პრობლემებს ვერ გადავწყვეტ. სამის ვართ სურვილი გამაჩნდა და არც მოსაზრება. კი, რა თქმა უნდა. ნუ ასეთი არხეინი ხარ. თქვენ თვითონ არ იცით რა გინდა. დროზე თქვით, თორე შეიძლება გვაწყენინოთ კი. ნუ რა კი ასია, მაშინ აქ დავრჩები. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. დიდი მადლობა. და გამოგიტყდეთ, იცით ბატონო ექიმო, ძალიან ღიზიანდები, როდესაც კაცი მეუბნება, ეს ჩემთვის სულერთიაო. აი, მარგრეტიც მოსულა. რა უმეგობარო, ექიმს ოთახი გაუმზადეს? რა თქმა უნდა, ბატონო როტმისტრო. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. მაშინ აღარ დაგაკავებთ, დაღლილი იქნებით. ძალიან მოხარული ვარ ჩემი გაცნობით, დიახ. იმედი მაქვს, ხვალ მაინც შევხვდებით. ნახომდეს. ვიმედოვნებ, ჩემმა მეუღლემ ზოგი რომ უკვე მოგახსენათ, ისე რომ გარკვეული აზრი შეგექმნათ ჩვენს ოჯახზე. თქვენმა მეუღლემ გულისხმიერება გამოიჩინა და მხოლოდ ის ინფორმაცია მომაწოდა, რომელიც აუცილებელი იყო საქმეში ჩაუხადები კაცისთვის. ეს არის და ეს, აი, ბატონო ექიმი. დიახ, ხოვთ. გმადლობთ. ძილინების. ღამე მშვიდობისა. რა გინდა მეგობარო რა? დავაშავეთ რამე? მომისმინი თქვი, მარგარეტი, ლაპარაკე. მომისმინი. ხოლო შენ თუ მომისმენ მშვიდად, ლაპარაკე. კარგი, უღუნ ყური დამიგდე. დაწყნარდი, დამშვიდდი, მოთვინიერდი და ცოლთან ერთად გადაწყვიტე შენი გოგონას ბედი. ხო, ბოლოს და ბოლოს ბავშვის დედა. მამაც შეიცოდე მარგარეტ. მამას ბავშვის გარდა სხვაც ბევრი რამ აღელვებს. დედისთვის კი შვილი ყველაფერია. მართალი ხარ. აქ ქალბატონს ერთი აწევს კისერზე, მე კი სამი. მაგისი ტვირთი ხომ ჩემი სატრევია. იქ და ბავშვი რომ არა. მე ასე უბრალო მოხელეთ კი არ დავბერდებოდი, მე სულ სხვა მწერვალებს შევეთიდებოდი. არა, მე მაგაზე არაფერს არ ეს მაგრამ გეუბნები. ჩემი გამტყუნება გინდა. მაშინ შენთვის კარგი არ მდომებია. ჯერა მეგობარო, მაგრამ კარგი რა არის, ვერ გაგიგია. ხო ხედავ, ჩემთვის ცოტა შვილს რომ სიცოცხლე ვაჩუქებ, ხო მინდა სული გადავცე გესმის? გამიგე? არა, ეგ მთლად კარგად ვერ გავიგე, მაგრამ აი მე თუ მკითხა უნდა მორიგდეთ. მე ჩემი მეგობარი არ ყოფილიყარ მარგარეტ. მე არა ვარ შენი მეგობარი. როგორ არ აქვს თქვენი ადოლფ? გონია დამავიწყდა პაცია ზუდუს რომ გაწოვე. გონია მე დამავიწყდა? შენ ჩემთვის ნამდვილი დედა იყავი, ყველასაგან მიცავდი, მაგრამ აი ახლა როდესაც ასე მჭირდები. მღალატო და მტრის ბანაკში გადავიხარ. ტრის ბანაკში. ტრის ბანაკში ხომ შესანიშნავად იცი რაც აქ ხდება. ყველაფრის მოწმე ხარ. ხო. ვარ და ღმერთმანი ვერ გამიგია. ორმა ადამიანმა ასე ერთმანეთი როგორ უნდა ტანჯოს. კარგი ხალხი ხართ, არავისთვის ცუდი არ გინდათ. აი ქალბატონიც ასეთია. ყველასთვის კარგი უნდა. ჩემთვის არა. ყური მიგდე მარგარეტ. მოდი, ნუ მიღალატებ, ა? ცოდვით სულს ნუ დაიმძინებ მე. გრძნობ, რაღაც უნდა მოხდეს. იმ ექიმსაც რაღაცა აქვს ჩაფიქრებული.
ადოლფ რომ კითხოს კაცმა ამკვეთნას კარგი ადამიანები აღარ არსებობს. ეს იმიტომ რომ ჭეშმარიტი რწმენა არ გაგაჩნია. აი ვისი რა ბრალია. თქმა უნდა, მხოლოდ შენ და შენმა ბაპტისტებმა იცით, რომელი რწმენაა ჭეშმარიტი, რაღა გიჭდი. ნუ რა ცხადია მე ისე არ მიჭირს როგორც შენ, მაგრამ მორჯულებულიყავი და შეიგრძნობდი ღვთისმაც. მოყვასი სიყვარული ბედნიერებას გაზიარებდა. უცნაურია, მარგრე. იწყებ თუ არა სიყვარულზე და ღმერთზე საუბარს, ხმა უხეში გიხდება და თვალები ბოროტი. არა ეთქობა შენი რწმენა ჭეშმარიტი არ არის. არა, დიდი მეცნიერი ხარ და ამაყობ შენი განსწავლულობით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვხედავ აი ეგ შენი ცოდნა რამეში გამოგდგობოდა. ხედავ როგორ ამოიდგე ენა. მე შესანიშნავად ვიცი, რომ ჩემი განსწავლულობა თქვენთან არაფერში არ მარგია, მგლებთან მგელივით უნდა იხმულო, ვიცი? როგორ არ აქვს თქვენი ადოლფ? შენს მარგარეტს ისევ ისე უყვარს თავისი დიდი ბიჭი. ის კი ისევ ისე მოიღბეს ძიდას და როგორც კი ქარშხალი ამოვარდება. მაბადე, ვიცი, აქ მხოლოდ შენ შეგტყიო ჩადებული. ვიცი. ნუ მიღალატება. დამეხმარე, ამ გძნობ რაღაცას ვიწყობენ. რაღაც უნდა მოხდეს, მაგრამ რა ჯერ არ ვიცი, მაგრამ ეს რა არის? რა ხდება? ბერტა! რა ბერტა? ბერტა! რა შემოსაყურე? რა ვითხარ? და ბებია ჩემი. მაგრამ მე ვარ დამნაშავე, მე ვატყუებდი. თქვი, რა მოხდა თქვი? ოღონდ არავის არ თქვა, გესმის? იტყვი ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა, ბერტა? რადგან საღამოვით ბებია ლამპას ჩაუწევს ხოლმე. მერე? მაგიდასა დამსვამს. ფანქარსა და ქაღალდს დამიდებს წინ და მეუბნება. სულები წერას დაიწყებენ. სასწაულები. და შენ ამდენ ხან? და თქვენ ამდენ ხანს ჩუმად იყავით? მე შინოდა. ბებია მიცი რა მითხრა? რა? სულები შორს იძიებენ თუ სიტყვა დაგწდევს. აი, ბერტა. მაგრამ ფანქარი იწყებს წერას. ბერტა. არა. ზუსტად არ ვიცი ის წერს თუ მე ვწერ, მაგრამ ზოგჯერ გამოდის. რა? ზოგჯერ არა, თუ დავიღალე არ გამოდის, მაგრამ მე ხომ მაინც უნდა შევეცადო. დღეს კი ვიფიქრე, ყველაფერი კარგად მიდის მეთქი, მაგრამ ბებიამ დაიჩემა, ეს სტაგნელიუსის სიტყვებია, მასულელებო და საშინლად გამიბრაზდა. ბერტა, შენ სულების გჯერა. რა ვიცი? სამაგიეროდ მე ვიცი, რომ არავითარი სულები არ არსებობენ. ბებია კი ამბობს, მამა შენს ამ ამბების არაფერი გაიგება. ცუდი საქმითაა დაკავებული, უცხო პლანეტებს უთვალთვალებს. მართლა ასე ამბო? წარმოგიდგენია ეს? მერე კიდე რას ამბობს? მამა შენი სასწაულმოქმედი არ არისო. არ არის. რადი თქვენ? სასწაულმოქმედი ვარ მეთქი. შენ იცი რა არის მეტეორიტები? ქვები. სხვა ციური პლანეტებიდან გადმოცვენილი ქვები. აი ამ ქვებს ვიკვლევ და მინდა განსაზღვრო აქვთ თუ არა დედამიწის მსგავსი თვისებები. აი სულ ეს არის რისი დანახვა შემიძლია. ხო. ბებია კი ამბობს, მე ისეთი რამეები ვიცი, რადგანაც მამა შენს წარმოდგენაც არ აქვს. ყვევილია. ბებია წყულს არ იტყვა. ვითომ რატო? თუ ეგრე გამოდის რომ დედაც წყულს. ერთი მითხარი დედა ტყუისო. აღარაფერს დაგიჯერე. მე არ მithავს. ამიტომაც უნდა დამიჯერო. უნდა დამიჯერო, როცა გეუბნები რომ აქედან უნდა წახვიდე, ასეა საჭირო. ეს აუცილებელია შენი მომავლისათვის, შენი ჩამოყალიბებისათვის, გესმის? გესმის? მინდა აქედან წასვლა. ხო. სადმე? შორს. 900 სიკი. სულ ერთი
მოსიხარულო, ჩემო გოგო. ოღონდ мама. მიეფერე რა დედა. ხშირად ტირის ხოლმე. მოკლედ. თანახმა ხარ? ქალაქში წახვიდე, იქ იცხოვრო, ისწავლო, ფეხზე დადგე, თანახმა ხარ? თანახმა. დედამ რომ არ მოისურვოს? არ იტყვის უარს. რომ თქვას? მაშინ არ ვიცი. არა, არ იტყვის უარს, არ იტყვის. თუ იტყვის, გადაათქმევინე? შენ თვითონ გადაათქმევინე. ხო. მე რას დამიჯერე? ხო. ახლა მე თუ მენდომება, შენს გენდომება და ის მაინც არ მოისურვებს, აი მაშინ რა ვქნა? როგორ ართულებთ ყველაფერს შენ და დედა ჩემი? ხო. ხო. თუ არ შეგიძლიათ რაღაც ერთი. აი ბერდაც აქ ყოფილა. მაშინ იქნებ შვილის აზრიც გაგვეკო, ბოლოს და ბოლოს მისი ბედი წყდება. ბავშვმა რა იცის, ეს ჩვენი გადასაწყვეტია. რაგი ჩვენ ვერ შევთავხდი? იქნებ ბერდამ გადაწყვეტოს ისე როგორც თვითონ ურჩევნია. არა. მე ჩემს უფლებებს ვერავის დაუთმობ, ვერც ბავშვს, ვერც ქალს. დაგტოვე ბერტა. დაგტოვე ბერტა. დუმშვებ. გეშინია რომ ბავშვი იმას იტყვის, რაც მე გამახარ. დარწმუნებული ვარ წასვლასულს, მაგრამ შენი ეშინი. ხედავთ რა ძალა მქონია. აბა, აბარა. შენ სატანური ძალა გვაქვს. როგორც ყველა თავხედ ადამიანს, ვინც მისნის მისაღწევად ყველაფერს კანმულობს. ერთი ამისანი, როგორ მოახერხეთ ჩემი ექიმის გაგდება და ამ ახალი ექიმის საფრთხე შემოწრება. მართლა საინტერესოა როგორ მოვა. შენ ექიმს შხამავდი, სანამ არ გააქციე. და შენი ძმა დაქოქე, რომელს ახალი ცალში აეყვანა. აი როგორ. მაშ ბერტა მიდის. დიახ, მიდის ორ კვირაში. და ეს შენი საბოლოო სიტყვა. ხო. თვითონ ბერტა თანახმა. ხო. კარგი ბატონო, ნახოთ. ბავშვს თავი რა დაანებე. გინდა? ბავშვი თახსირ ადამიანებთან გაუშვა, რომლებიც ჩააგონებენ, დედა შენი სისულელეებს ჩაგჭიჭირებ და სამუდამოდ დავკარგო ბავშვის პატივისცემა. რა გინდა? მე ნაჩავარდნი ვიდგე ასე და უსმინო, როგორც ჩაშიჩინებს ეგოისტი, უმეცარი დედა შენი ჩემს კარიშვილს. ამაში. მამისთვის ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. როგორ თუ არა აქვს? არა აქვს, რადგან დედა ბავშვისთვის უფრო ახლობელია. ო, რადგან არავინ იცის ამ ქვეყნად ვინ არის ბავშვის მამა. ეხლა ეს აქ რა შევაჯერე? და არჩენ იცის ზუსტად ვერტას მამა ხარ თუ არა. მე არ ვიცი. რაგი არავინ იცის არ შეგწოდია. ხუმრო. არა. შენს თეორიას ვან ვითარებ. აბა როგორ უნდა იყო დარწმუნებული რომ მე შენთვის არ მიღალატია. ყველაფერს დავიჯერებ, მაგრამ მაგას ვერა. არ შეიძლება ასეთი გულახთილი, რომ სიმართლე იყოს. იქნებ მე ყველაფერზე მივდივარ, თანახმა ვარ თავი მოვიჭრა საქვეყნად, უგროშოდ დავრჩე, ოღონდ ბავშვი შევინარჩუნა მაშინ. იქნებ ეხლავე გეუბნები სიმართლეს, რომ ბერტა ჩემი შვილია და არა შენი, მაშინ ხომ უნდა გამოითხოვო მაშინ შენს ძალაუფლებას. ჯერ დამიმტკიცე, რომ მე ბერტას მამა არა ვარ. ეგიოლია. გაჩერდა. გინდა დაგიმტკიცო. როგორ? მაშინ რა თქმა უნდა დავასახელო ნამდვილი მამა, ადგილი, დრო. როდის გაჩნდა ბერტა? ქორწინებიდან 3 წლის შემდეგ. გაჩერდით რა? რა თორემ? კარგი ბატონო, გავჩუნდი. მაგრამ ცოტა შენც დაფიქრდი რა წამოიწყე და შეეცადე სხვის თვალში მაინც სასაცილო არ გახდე. სულ არ მეცინება. აი მით უფრო სასაცილო. სამაგიეროდ შენ არ გამოიყურები სასაცილო. რა ვქნა? ასეთი ჭკვიანები ვართ. ო, თქვენ ვინ გაჯობებთ ქალებს? საოცარი.
როცა ნებისმიერ მამაკაცს უყურებ უპირატესობას ბუძნო. უპირატესობა. არა უშო. სულ მალე მამაკაცის უპირატესობასაც იგრძნობ და ცხარე ცრემლითაც იწვია. ვახშამი მზად არის, ხომ არ წაიხემსებდით? გმადლობთ. არი ვახშმე? მადლობა. რა მოგივიდა? იბუტები? არა. მადლობა თამაში. გეხვეწები წამოდი რა. ხომ იცი ხა დამიწყები ზედმეტ შეკითხვებს. ძალიან გთხოვ. წამოდი. რა? არ გინდა. აბა იჯექი მანდ. ადოლფ, ასეთი რა მოხდა? არ ვიცი. ვერ გავიგე. ამიხსენი, მარგრეთ, შეიძლება ჩემი ხმის კაცს პატარა ბავშვით ექცეო. რა შეიძლება? მაგრამ მაი ჩვენთვის ქალებისათვის მამაკაცები გინდ დიდები იყოთ, გინდ პატარები, მაინც ბავშვები ხართ. არც ერთი ბავშვი ქმრისგან არ არის გაჩენილი. მე ხო ბერტას მამა ვარ. მითხარი მარგრეთ, შენ ეს გჯერა? აი მართლა გჯერა? მე თუ ჩემო ბავშვი ხარ, აბა რა ეს რა იკითხე? და წამოდი ივახშმე. აქ ჯდომას და ნერვიულობას ისაჯობია ივახშმო. ადექი. ავი დამანებე, კალო. ეს შმაკსაც წაუღებ კუდიანებ. კუდიანება თქვენ. სად? სად? Цели. Цели страпат. Мой твили батоно ротмистра. Трое гадан. Раумეთურება ეს ჩვენ თავს. ხლავე და ტრია გადან. არ გამელოდოთ. შუა გამემდე. ღმერთო შეგვიშველე. ღმერთო შეგვიწყალე. რით დამთავრდება ეს ყველაფერი? ღმერთო. როდვის თან სამუბარმა დამაეჭვა. ჯერ ერთი შეცდით. მიკროსკოპი აღარაფერს შუაში. თქვენი მეუღლე მეცნიერულ გამოკვლევებს სპექტროსკოპიდან. მე მსგავსი არაფერი მithქვამს. ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი საუბარი. ასე რომ გონებრივ აშლილობასთან კი არ გვაქვს საქმე პირიქით და საერთოდ. ამგვარ ბრალდებებს ჯობია დიდი სიფრთხილით მოეკიდოთ, რადგან სული თავადყოფები სამოქალაქო და საოჯახო უფლებებს კარგავენ. ეს მე ნამდვილად არ ვიცოდი. კიდევ ერთმა პუნქტმა დამაეჭვა. თქვენმა მეუღლემ საუბრისას განაცხადა ჩემს სურვილებს უგულისხმობთ ეკიდებიან და ციგნებს დროულად არ მასწვიანო ნება მიბოძეთ შეგეკითხოთ თქვენს მიერ. დიახ, გამოიცანით. მაგრამ ჩემი უპირველესი მოვალეობაა დავიცვა ოჯახის ინტერესები და ვერ დავუშვებ რომ ყველანი შემწყურვალნი დავრჩეთ. მაპატიეთ, მაგრამ თუ ჩემო უკვე 12-ია, რამე უბედურებას გადაგა. ჩემს საქარყოფნაში. ამას მნიშვნელობა აქვს. სულთლად გადაირია. დაიჩემა ბერტას მამა არა ვარო. ასეთი აზრი საიდან გაუჩნდა? არ ვიცი. დღეს ხომ ერთ მათოს ელაპარაკებოდა. მამაბაზე რომ უარი განაცხადა.
მერე საუბრისას გოგოს ხარი რომ დავიჭირე. გაგიჟებულმა მომახალამ, ქვეყნად ვერავინ გაიგებს ვინ არის ბავშვის მამა. უბრალოდ ჩემო მე ყოველთვის ვთქვი რომ დამეწყნარებინა. ეხლა უბედურებას ვეღარაფერი გააჩენ. არა, აი ასე არაფერი არ გამოვა. გალბატონო. ასე არაფერი არ გამოვა. ერთი ეს მითხარით, თქვენს მეუღლეს წარსულში თუ გასჩენია ასეთი უცნაური იდეები. ამ 6 წლის წინაც ვერ იყო კარგი. ეკიმს წერილიც კი მიწერა, მეშია გონება არ ამერიოს. არა მე ნამდვილად ვერ ჩაგეძიებით. ეს ან ოჯახური საიდუმლოება, ან რაღაც ამდაგვარი. როგორც ჩანს, ამ ამბებს ღრმა ფესვები აქვს. მე უნდა დაგმაყოფილდე იმითი, რაც ზედაპირზე დევს. კარგით, მოვიშვათ სართულზე ლაპარაკს. თუმცა საბოლოო განკურნებისათვის საუნყოფობის თავდაპირველი მიზეზის პოვნა და აღმოფხრა საჭირო. როგორ ფიქრობთ? სად იქნება ამდენ ხანს? წარმოდგენა არ აქვს. და წასულ გნებავთ მე დაველოდები. ეჭვი რომ არ შეეპაროს, ვეთქვი თითქოს დედა თქვენი გახდა ავად და გამაგვიძეთ. არ დამტო. ვიცოდე როგორ დავიტანჯე. იქნებ პირდაპირ უთხრა რაც ჭირს. უმჯობესია მოვიცადოთ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ეჭვი რომ არ შეეპაროს, მე იმ ოთახში გავალ. კარგი. მე კი მაგრეთს დაუძახებ. მაინც არ იძინებს ელოდება ხო? მარგრეთ! მარგრეთ! რას მიბრძანებთ, ხალბატონო? ბატონი არ დაბრუნებულა? არ დაბრუნებულა. გაჯიქი აქ და დაელოდე. როცა მოვა, უთხარი რომ დედა ჩემი გახდა ავად და ექიმი გავაღვიძეთ. კარგით ვიჯდები მანამ სანამ ყველაფერი კარგად არ დავთავრდება. ბატონო ექიმო. აქეთ მოგწადეთ. უფალო მიხსენი, რამე თუ აღარ არიან ღვთის მოსავლი, რამე თუ გააქრენ ჭეშმარიტნი ადამიანთა მოდგმიდან, ღარიბთა დარბევისა და ჩაგრულთა კნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, აღმოუჩენ შველას, ვისაც მახე დაუგეს. შენ ახარ ჩემო პატარა. შეიძლება შენთან ვიყო.
აბა ასე როგორ შეიძლება ჯერ კიდევ არ გძინა? ამას საშობაო საჩუქარს მოგსო. ეს კი შენ მოგიტანე. გემრიელის სასუსნავია. აბა ასე როგორ შეიძლება? ღამის პირველი საათია. შენ კი დილით ადრე ხარ ასადგომი. მე რა? არ შემიძლია მარტო ყოფნა. მარგრეთ. მარგრეთ. რაღაცები მელანდება. კარგი ერთი, მაინც რა გელანდება? თითქოს სხვენზე ვიღაც მღერის. სხვენზე ამ შვაღამისა. ისეთი ნაღვლიანი სიმღერა მსგავსი არც გამიგონია თანიც საიდან ის. სხვენზე მარცხენა კუთხეში აყვანი რომ სხვენზე მარცხენა კუთხეში აკვანი რომ დგას იქი და ხომ გეუბნებოდი დაიხსომე ჩემი სიტყვა ეს ცუდი სახლია ცუდი რა მინდია ლამის დახეთქოს მილები ჩემო პატარა ხოლოდ დარდია ეს ცხოვრება სხვა არაფერი და მაინც გვიჭის მასთან გაყრა და მშვიდობება ასეა შვილო სიცოცხლე ღვთის საჩუქარია მარგრეთ. ნუ თუ მამა მართლა ავადა. ავადა შვილო ავადა ესე იგი შობას ვერ ვიზეიმებთ და თუ ავადა ლოგინში რატომ არწევს? რა ვიცი შვილო ასეთი სენის ჭის ჩუ მგონი ვიღაც მოდის მგონი მამა შენია აი რეყავის ფინჯანი და შენ ცოტახში გაგიტოვე ხო ვიცი როგორ გაგიჭავდება გამომშვიდობის მათ. ღმერთი იყო შენი მოწალე ღმერთი იყო რატომ აგზინავს? შენ გელოდებოდი ადოლ შენი სიბედრი გახდა ავად და ექიმი გავაღვიძეთ. საშიში არამე? არაფერი, ისე უბრალოდ გაცივდა. შენი შვილის მამა ვინ იყო მარგრეთ? რამდენჯერ უნდა გითხრა ადოლფ იუჰანსონის ის გაიძღერა ისა დარწმუნებული ხარ რომ ეგ იყო? შენ რა გარშევით ლაპარაკობ ის იყო არა სხვა არავინ მყოლია და თვითონ თუ იყო დარწმუნებული შენ რომ სხვა არავინ მყოლია ის ვერ იქნებოდა დარწმუნებული შენ იქნებოდი აი რა განსხვავება მე აქ ვერავითად განსხვავებას ვერ ვხედავ ვერ ხედავ მაგრამ განსხვავება მაინც არის როგორ გონია მგავს ბერტა შენი ალიკვალია ზედ გამოჭრილი მამა აი ეს და ეს ის შენი იუჰანსონი აღიარებდა რომ მამა იყო აიძულეს და აღიარა სხვა რა გზა გქონდა აი ექიმის სამშვიდობისა ექიმო რა დაემართა ჩემს სიდებს საშიში არაფერია. მარცხნა ფეხი გადაუბრუნდა. მარგრეტმა კი თუ არ ვცდები გაცივდაო მითხრა აზრთა სხვადასხვაობა. სადი დაწეკი. მარგრეტ.
არ ბრძანდით ეკიმო. მე გთხოვთ. გმადლობთ. ფაშატისა და ზებრის შეჯვარებით ზოლიანი ულაყები იბადებიანო რომ წერენ. მართალია? სრული სიმართლეა. და ჯიში მხოლოდ ულაყების საშუალებით რომ გავაგრძელოთ, შთამომავლობა მაინც ზოლიანი იქნებაო, ესეც მართალია? ეგეც მართალია, მაშა სადამე, გარკვეულ ვითარებაში ზოლიანი კვიცი შესაძლოა ულაყის მამა იყოს და პირიქით. როგორც ჩანს ასეა, მაგრამ სხვაგვარად თუ ვთქვათ, შვილის მამასთან მსგავსება არაფერს ამტკიცებს. ანუ მამობის ფაქტორი მტკიცებას არ ექვემდებარება. ზოგჯერ არ გაჩვენებათ რომ სასაცილო ხარ? თუ არ გწდები, ქრივი ბრძანდებით და შვილები გყავთ, ხო? დიახ. ჩემი აზრით არაფერია იმაზე სასაცილო, მამა ბავშვს რომ დაასეირნებს ქუჩაში. ან თავის შვილებზე ლაპარაკობს, არ ჯობია პირდაპირ თქვა, ჩემი ცოლი შვილიაო. არასოდეს არ შეფიქრიანებულ ხარ? არ დაეჭვებულ ხართ მეთქი მე ვერ კადრებთ, რადგან როგორც ჯენტლმენი გულისხმობ, რომ თქვენი მეუღლე ეჭვიანობას არ იმსახურებს. არა. მსგავსი არაფერი განმეცდია. მგონი გოეთე ამბობდა, შვილები ბრმად უნდა იწამო. ნო, სორის. რა? ბრმად როგორ ვიწამო, როდესაც საქმეში ქალია გარეული. ქალი 1000 გვარია. უკანასკნელი მეცნიერული მონაცემებით ყველა ქალი ერთ ხარგზეა მოჭრილი, ხო? ახალგაზრდობაში ღონიერი და უნდა წავიტრაბახოთ ცოტა. წარმოსადეგი ხმაწვილი გახდით. 2 წუთიერი შთაბეჭდილება დღემდე მაპორიაკებს. ერთხელ გემით მოგზაურობდი. სალონში მეგობართან ერთად ვიჭრით და შემოვიდა ახალგაზრდა ქალი. ატირებული. დამიჯდა ასე წინ და უკაცრავ. მოხდა მოთქმა გოდებას. საქმრო დამეხრჭო. ყველა შეებრალა. მე კი შამპანიური მოვითხოვე. 2 ჭიქის შემდეგ ფეხი ფეხსაცმელზე მივადენ. 4 ჭიქის შემდეგ მუხლი მივაჭირეთ და სანამ გათენდებოდა, დარდის უმფლად გაუქარო. მე რა ვაზმაროთ მისრო. ეგ განსაკუთრებული შემთხვევაა. 1 წუთით მოითმინეთ ახლა ჩვეულებრივსაც მოგიყვებით. კურორტზე გახდით. იქ ერთი ახალგაზრდა ქალი ისვენებდა, შვილების დედა, ქმარი ქალაქში დარჩენილი იყო. ის ქალბატონი მორწმუნე გახდა. მაღალ ზნეობას გვიქადაგებდა, დარწმუნებული ვარ გულწრფელად. მე ჯერ ერთი წიგნი ვათხოვე წასაკითხად, მე მეორე გამგზავრებისას წარმოიდგინეთ წიგნებიც კი დამიბრუნა, პირდაპირ გამაოცა თავის კეთილ სინდისიერებით. რამოდენიმე თვის შემდეგ ერთ-ერთი წიგნის ფურცლებს შუა მის სავიზიტო ბარათს წავაწყდი სიყვარულის უგულწრფელესი გამოცხადებით. არა, სიყვარულის ახსნა მე ამიტომაც შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ამ სიტყვებს წერდა ქმრიანი ქალი, თითქმის უცნობ მამაკაცს, რომელიც არაფერს არ შეფირებია, აქედან მორალი ქალებს ბოლომდე არ ენდოთ. ძლავ უნდობლობაც არ იوارგებს. მიიღეთ ბატონო, მოძომიერება დაიცავი, დაიცით ექიმო. ის ქალბატონი თავისი სიბეცით, ისეთ სიმდაბლემდე დაეცა. ქმარს გამოუცხადა სხვა მიყვარსო. აი ქალები სწორედ იმით არიან საფათონი, რომ თავის სიმდაბლეს ვერათვით ცნობიერებენ. დანაშაულის შესამსუბუქებელ გარემოებას კი შეუძლია მხოლოდ შეამსუბუქოს და არა შეცვალოს განაჩენი. გასაგებია? ღილად იყავით ბატონო როტმინსტრო. თქვენი აზრები ავადმყოფურ მიმართულებას იძენს. ეს სიტყვა ავადმყოფური რაში დაგჭირდა? ნებისმიერი ქვაბი გასყდება, თუ კი მანომეტრი 100-ს უჩვენებს. მაგრამ გასყდომა მანომეტრზე კი არა, ქვაბის ვარგისიანობაზეა დამოკიდებული. გასაგებია? თქვენ ხომ აქ იმისთვის მოგიწვიეს, რომ მე მithვალთვალოთ. მე რო კაცად არ ვარგოდე, შემოგაჩეჩებდით ხელში დიაგნოზს ან უფრო მეტსაც ავადმყოფობის ისტორიას, მაგრამ რა ვქნა, კაცი ვარ. ის გადამრჩენია, რომაელივით გულხელი დავიკრიფო, ჩავისუნთქო და აღარ ამოვისუნთქო, სანამ არ მოგყვები ძილნებისა. თუ ავათახართ ყველაფერი მიამბეთ, ნუ რაფერს დამიმალავთ. ეს მეს მამაკაცურ ღირსებას არ შევხალავს. როგორც ვგრძნობ, თქვენ ჩემი ცოლის მოსმენით დაკმაყოფილდით. არა.
მაგრამ მე მოვალე ვარ მეორე მხარესაც მოусმინე. რომ ახსენდება როგორ დასტირის ფრუ ალვინგი თავის კუტარ ქმარს იბსენის პიესაში. სულ ფიქრობ აფსუს რატომ მიცვალებულს არ ესმის მეთქი. როგორია ცოცხალი რო ყოფილიყო ხმასა მოაღებინებდნენ? ან ნებისმიერ ქმარს კუდრეთით რომ აღზრდეს. რამეს დაუჯერებენ? ძილინების ეკი მოხდა მე მშვიდად ვარ. ზედმიწევნით მშვიდად. წადით, კბილ ძილს გესურვებ. არა. თქვენ ეკიმი არ გჭირდებათ. მე აქ ზედმეტი ვარ. ეს როგორ გავიგო რა ჩვენ მტრები ვარ? არა, არამც, მაგრამ დასანანია რომ მეგობრებიც ვერ ვიქნებით. მშვიდობიან ძილს გისურვებთ ბატონო როდოსტ. შემოდი. ვილაპარაკო. ხო ვიცი მანდ გახარდა ყველაფერი გესმის. არა, გვიან არის, მაგრამ ხომ მაინც უნდა მოვილაპარაკოთ. დაჯექი. ლეს პოსტაში ვიყავი და აი ეს წერილები მივიღე. რასაც გზავნიდი და მიგზავნიდნენ, შენ უსაფრთხებოდი და იმალავდი. რის გამოც კი ნალა ამდენი ხნის შრომაც წყალში გადამეფა. სიკეთე მინდოდა. სიკეთე არ გიგვირდა. შენი ნაშრომის წყალობით ლამის სამსახური მიატოვა. შენ ვერად იცი? რომ ეს ნაშრომი სამსახურზე ბევრად დიდ სახელს რომ მომიტანს ახლა. სახელოვანი ქმარი რაში გჭირდება? აში ხომ ყველა დაინახავს რომ ჩემთან შედარებით არ არაობა. მე ავდექი და გავხსენი შენ სახელზე მოსული წერილებით. კეთილშობილური საქციელია. მადლობელი ვარ ჩემზე ასეთი მაღალი აზრის რომ ხარ. ამ წერილებით ირკვევა რომ ჭორს მივცელებ, მეგობრებს მიმხედრებ, შეიშალაო. და მიზანსაც მიაღწიებ. ეს ყველანი. უფროსიდან მზარეულამდე გიჟად უთვლიან. ჩემი ამონტყოფობის სურათი კი ასეთია. გონება ჯერ კიდევ საღი მაქვს კარგად იცი, სამსახურებრივ მოვალეობასაც შესანიშნავად ვერები და მამის მოვალეობასაც. მაგრამ შენ ისე გულმოდგინეთ მანადგურებ რომ საცანების ყოფასაც დავკარგავ და აი მაშინ კი ნამდვილად დავუბრუნდები. შენი გულმოწყალების თანაგრძნობის იმედად მე ვერ ვიქნები, რადგან საერთოდ არავითარი გრძნობები არ გაგაჩნია, მაგრამ საკუთარ ინტერესებზე მაინც რომ უნდა იფიქრო. რომელ ინტერესებზე? ეჭვით ისე დამასინეული რომ გონება მემღვრევა და აზრი მეფანტება ეს მოახლოებული სიგიჟის ნიშნებია რომელსაც შენ ასე ელოდები და საცა თავს დამატება კიდეც მაგრამ ის მისართ შეკითხვა შენთვის რა უფრო ხელსაყრელია ავად გავხდე თუ არ გავხდე აბა დაფიქრე თუ გავგიჟდი სამსახურს დავკარგავ და მშრალზე დარჩენდი აქ თუ მოუკვდი ჩემს დაზღვევას მოგწემენ, მაგრამ თუ თავი მოვიკალი მაშინ ხომ გროშსაც ვერ მიიღებ. ესე იგი ჩემი სიკვდილით უნდა მოუკვდე, აი რა უნდა იყოს შენი მიზანი. ეს რა? ხაფანგია? ეხლა გადაწყვიტე გაებმები ამ ხაფანგში თუ არა. შენ თავის მომკვლელი ნამდვილად არ აქვს. ესე გონია? ესე იგი მნებდები. არა. ზავს გთავაზობ. ზავის პირობები? ნუ მაგიჟებ. ეჭვი მომაშორე და დავყრე ფარხმად. რომელი ეჭვი? ბერტას დაბადებასთან დაკავშირებით. ნუ იცი შენგან რამე გაეჭვი. όμα ეჭვს და ეს ეჭვი შენ გამიჩინე. მე? გადამორჩინე გაურკვევლობას. პირდაპირ დაბადიოსნად აღიარე. ასე და ასე დამემართა თქო და წინასწარ გეუბნები. ყველაფერს გაბატონე. ეს არ არსებული ცოდვა როგორ ვიტვირდი? ხარი რა მოხდა? აი გეფიცები შენ საიდუმლოს საფლავში ჩავიდა. ხმე თვითონ ხარ მოვდებ ქვეყანას.
რომ გითხრეს მართალი არ არის მეთქი, შენ მაინც არ დაიჯერებ. შენ ეჭვ მხოლოდ მაშინ გაგიქრება თუ გეტყვი მართალია მეთქი. ესე იგი, შენ თვითონ გინდა რომ ასე იყოს. ასაწერია. უცოდველი რო ხარ ვერ დამიმტკიცებ. ხალათის დამტკიცება კი შესაძლებელია. ჭრენობის საბაბი თულა. მაქვს და არც. შენ ალბათ მხილებაზე იმიტომ მიპირებ რომ გამეყარო და ბავშვი შენ დაგრჩეს. მაგ ხაფანგში მე ვერ გამამა. როგორ გონია? ხალათში თუ დავწმოდი, სხვის შვილს სახში დავიტოვე. დიახ. არ დაიტოვე. მატყუებდი ყველაფერს გაპატიებ. ლაურა. ლაურა. შევიბრალე, ლაურა. გადამარჩენე ამ სიგიჟისგან მიხსენი, როგორ არ გესმის, რას გეუბნები, თუ ბავშვი ჩემი არ არის, მე მასზე არავითარი უფლება არ ამაქვს. და არც მაქვს სურვილი რომ მქონდეს. შენ ხომ ეს გინდა? ხომ ასია, თუ იქნებ ისიც გინდა რომ ძალაუფლება მოიპოვო ბავშვზე და შენით ისევ მე ვარჩინო. ძალაუფლებისთვის ხოცავდეთ. მე იმ ქვეყნიური ცხოვრებისა არ მწამს. ამიტომ ბავშვი ჩემთვის სიცოცხლის გაგრძელება იყო ამ ქვეყნიურისაც და იმ ქვეყნიურისაც. შვილი რომ ყავს ჩემს არსებობას აზრი აქვს. ბავშვს თუ წამართმევ, ჩემი სიცოცხლე დამთავრებულია, ლაურა. რატომ დროზე არ გავეყარე? იმიტომ რომ ბავშვი გვაკავშირებდა. მე ეს კავშირი ბორკილად გვექცა. როდის როგორ მე ამაზე ადრე არ მიფიქრია უნდა. მოიცა. ერთი რაღაც მაგონდება. შესაძლოა განაჩენიც აქ იმალება. ყოველი წლის დაქორწინებულები ვიყავით, შვილი არ ყავდა. ის უნდა სცოდნოდა ეს, თუ არა შენ. ამის მიზეზი. ხოდა ერთხელ ავად გავხდი. კვდებოდი. ბურანში მყავს. სასტუმრო ოთახიდან ხმები შემომესმა. ადვოკატს ელაპარაკებოდი ჩემს ქონებაზე, მაშინ კიდევ ცოტა რამ მქონდა. ადვოკატი გიხსნიდა. მე მკვიდრეობით ვერაფერს მიიღებთ, რადგან ბავშვი არ აკავთო. მე კითხა. ორსულად ხომ არ ახარო. პასუხი ვერ გავიგონე. ცოტა ხანში უკეთ გავხდი. და ბავშვის გაჩნდა. ვინ არის მამამისი? შენ. არ მე. აი სწორედ აქ იმალება ცოდვა, ამაზე რძელი ცოდვა. აფრიკელი შავი მონების გასათავისუფლებლად ჰუმანიზმი ყოფნით და თეთრები არავის ვახსოვარ. მე მონასავი წელში 4-ად მოკეცილი ოფცურიდი შენთვის, შენი შვილისთვის, დედა შენისთვის, შენი მოახლეებისთვის. ნიჭი შემოგწინათ, ნიჭი! გაუძლიათ აზგორტანჯვას წამებას. ღამეებს ვათენებდი, თქვენს კეთილდღეობას დავკანკალებდი. თმა გამშვიდა და გამიფეთრდა ეს ყველაფერი იმისთვის, იმისთვის რომ უზრუნველად გეცხოვრა და სიბერეში შენი შვილი და შვილიშვილებით დამტკბარიყავი. ერთხელაც არ დამიწუწუნია. ბავშვის მამა ვარ მეთქი, თავი მომქონდა. 17 წელი უდანაშაულო კატორღაში გავატარე, რით გამოიწყიდი ამ წლებს? არა, შენ ნამდვილად გიშ. აი სწორედ მაგის იმედი გაქვს. კი ვხედავდი რაღაცის დამალვას რომ ცდილობდი დანაშაულის. ვერ გამეგო რა ხდებოდა, მე ნატრებოდი, მეწოდებოდი, გეფერებოდი. ამასთანავე ჩემ დაუნებურად გავიგონე ძილში ყვირილი, ხამის 3 საათი იქნებოდა, მე ვკითხულობდი. უცბად ისეთი ყვირილი მორთე. არ მომეკარო. დედი ხანია ეჭვი მქონდა და მე შენოდა არ გამართლდეს მეთქი. ასაკეთო. გასავაკეთო რა, პიცა ღმერთს და ყველა წმინდას, შენ ახალ ვერდას მამა. იცი რა საჭიროა, განა შენ არ მემტკიცებდი რომ დედა შვილის გულისათვის ნებისმიერი დანაშაულის ჩადენა შეუძლია. გაფიცებ ჩვენს წარსულს. გთხოვ როგორც დაჭრილი ითხოვს სასიკვდილო ტყვიას. მითხარი სიმართლე. ახლა მე ბავშვისთვის ისური ვარ. ხო გძნობ. დედას ისე შემოგტილი. მე მამაკაცი და მეომარი. სნეულებით მხოლოდ შენ მას გთხოვ. ერთმა ყოველგვარ ძალაუფლებას ო. სიტყვება. ხალხი. რა მამაკაცს არ აქვს თვალები, გზნობები, ხელფეხი, მისწრაფებები.
იგივე სიკვდილით არ ვიხოცებით როგორც ქალები და შლამს რომ გვასმევთ. არ კვდებით. მაშინ რატომ არ უნდა დაიჩილოს მამაკაცმა? მეომარმა რატომ არ უნდა იტიროს? შენ ცხოვრებაში დედასავით შემოვი. უნიერ სხეულში უძლური სული ძლივს გიბჟუტა. გოლიათი ბავშვი იყავ. ამ ქვეყნად ნაადრევად მოვლენები ამ მშობლებისთვის არასასურველი. ო, ზუსტად ასე. არც დედას არ უნდოდი, არც მამას. ამიტომაც მიფიქრე, საბოლოოდ მაშინ ჩამოვყალიბდი შეკვდი. ყველაფერი იყავი ჩემთვის. მე ყაზარმაში ჯარისკაცთა მეთაური, შენს გვერდით პატარა ბავშვი ხდებოდი, შემოგციცინებდი როგორც უზენაეს ქმნილებას და ყველაფერს გიჯერებდი. მე ხო გიჯერებდი. ალბათ ამიტომაც შემიყვარდი შვილი. იცი ლომიში როცა ნება იღვიძებდა სირცხვილის გზნობამ ტანჯავდა ხოლმე იცი თავდავიწყება სინისის კეჭი დაასამარებდა თითქოს სისხლის აღრევის მონაწილენი ვიყავით მე და შენ დედა საყვარლის როლი გძნობდი, მაგრამ ვერ გამეგო რა ხდებოდა, ალბათ ვეზიცხები მეთქი, ან ჩემი კაცობა არ აკმაყოფილებს მეთქი ფიქრობდი და ვცდილობდი ასე უხეშად ჩემ დამორჩინა. აი სად იყო შენი შეცდომა შენ დედას მეგობრად აღიქვავდი ქალს კი რათ მაგრამ ნება ხომ ყოველთვის ორთა ბრძოლა შენ გონია მეგნებდებოდი მე ჩემსას ვიღებდი უპირატესობა ყოველთვის შენს მხარეზე იყო მე ამას ყოველთვის ვგრძნობდი და მინდა რომ შენც იგრძნო პირატესობა მუდამ შენს მხარეზე იყო. მაჯადოებდი, მაბრუებდი. აღარაფერს ხედავდი, აღარაფერი მესმოდა და მხოლოდ შენ გმორჩილებდი. უმკარტოდ ვჩვიდი პირში და იმტკიცებდი ატამიო. ბადრუკი გონების პატრონს ხებზე გეკიდა ჩემი რჩევადარიგებანი და შენ შუაზე ცხოვრობდი. ძალა შეერწევდა და მიბიძგებდი კიდეც. ბილწის აქციელის დანაშაულის ჩასადენად. შემდეგ როცა თვალი ამახილა და შეურაცხყოფილად ვიგზენი თავი, შევეცადე აღმედგინა შეგინებული ღირსება დიდი საქმე დაღმოჩენიდან, თუნდაც კეთილშობილური თვითმკვლელობა. ფრონტზე წასვლა გადავწყვიტე და ეგეც არ გავონე. მაშინ ჩავიძირე მეცნიერებაში. და ზუსტად მაშინ, როცა ხელი მაქვს გაწვდენილი ნაყოფის მოსაწყვეტად მამაკაცკი სიცოცხლით ისების გარეშე არ შეუძლია. ქალს შეუძლია, ქალს ბავშვები. მამაკაც კი არა. და შენ პრიყვები ვცხოვრობდი. თავს ვიტყუებდი. სულელური აზრებით და ტყუილებით და უცბად გამოვხიზლით. გამოირკვა რომ თავდაყირავ კიდე ვართ. შენ წერალი უნდა გამოსულიყო. არ ვიცით. ქალი რომ ბერდება, ქალობას ემშვიდობება, ნიკაპზე თმა ამოზდის, ბუსუსები ეზრდება. საინტერესოა, ჩვენ მამაკაცებს რაღა გვეზრდება? მამაკაცობას რომ ემშვიდობებით. ვაიცი. ერთი ჩვეულებრივი შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება. შენ მეგძულვარ? ზოგჯერ, რადგან მამაკაცი ხარ. ეს რასობრივი სიძულველი. თუ ჩვენ მართლა მაიმუნებისაგან გავჩნით. ჩვენი წინაპრები სხვადასხვა ჯიშის მაიმუნები იყვნენ. სულ არ გავართ ერთმანეთს. რა გინდა? მე ვიცი, აქ ერთ-ერთი ჩვენდაგანი დაიღუპება. მაინც ვინ? სუსტი.
და ძლიერი მართალი იქნება. ძლიერი ყოველთვის მართალია. ესე იგი მე ვარ მართალი. როგორ ძალაუფლება უკვე შენ ხელთაა? დიახ. კანონიერი ძალაუფლება, რადგან ხვალიდან შენზე მეურვეობას დააწესებენ. რას? მეურვეობას. მეურვეობას? და ჩემ შვილს მე თვითონ აღზრდი. შენს ბოდვას ხურს ვეღარ დავუყრე. საინტერესოა როგორ შეიძლება ბავშვის აღზრდას უჩემო. აბა შენი პენსია რაში გჭირდება? როგორ უნდა დამიწესოთ მეურვეობა? აი ამ წერილის საფუძველზე. რა წერილი? შენი წერილი აღიარება ეკიპს რომ გამოუტყდი გიჟი ვარო. დამოწმებული ასლის საქმეშია ჩაგერებული. ასე და ამგვარად შენ უკვე შეასრულე შენი მისია როგორც მამამ და მარჩენავ. აღარ გჭირდები და უნდა დაგვემშვიდობო. რა კი დარწმუნდი რომ ჩემი უადრო გიგონება სულაც არ ყოფილა ჩემს ნების ყოფაზე ნაკლები. რა კი არის სურვე ამის აღიარება და ჩვენთან ცხოვრება უნდა გაქრა. გასაღები გამოვართვი? ვის რას ამბობთ ღმერთო ჩემო? ნოიდმა მუნდირი გამოიტანა გასაწმენდად და იქით ჯიბიდან ამოვიდა. ისევ ნოიდი მორიგეო. დიახ ნოიდი. მომეც გასაღები. ღმერთო ჩემო, ეს ხომ ქურდობა? გასაღები მომეცი. ქალბატონო გესვით როგორ წრიალებს აქეთ, იქით, აქეთ, იქით. კაი, საიმედოდ არის ჩაგედილი. აბა როგორ? მარგრეთ. საქმე ჩვენს გადარჩენას ეხება, ისე რომ აუღელებლად უნდა ვიმოქმედო. ვინ არის? ნოიდია, ნოიდი. შემოვიდეს. მოგზადია. პოლკოვნიკისაგან დეპეშა. მომეცია. სწრაფად. წვევი ამოიღე. დიახ, როგორ შეიძლება? გადი და კართან დამელოდე, სანამ პოლკოვნიკს პასუხს მივწერდე. და შემოსვლისას დააკაკუნეთ ხომ. ქალბატონო, მაინც რას აკეთებს იქ ზემო? ნუ მიშლივ წერ. ღმერთო დიდებულო, ღმერთო შემიშველი, ღმერთო გადაგარჩინე, მაინც რით დამთავრდება ეს ყველაფერი. ნოიც გადაეცი. მარგრეთ, დედაჩემ არაფერი არ უნდა იცოდეს, გასაგებია. საღამო მშვიდობის. თელი დღე შინ არ ვიყავი, ახლა ხანს დავბრუნდი, აქ დიდი ამბები დაკლიალებოდი. არა, შენ წარმოვიდგენია რა გადავიტანე. კიდევ კარგი არაფერი დაგიშვა. არა, ეს მის რას გადავრჩი? მიხსენით, საიდან დაიწყო ყველაფერი? დაიწყო შევზარავი ბოდით. დაიჭება ბერტას მამა არა ვარო და იმით დააგვირგვინა რომ შანდალი მესროლა. შანდალი გესროლა? გაგიჟებულა და ეს არის. ეხლა რა უნდა ვქნათ? თავი უნდა დავიცვათ, სხვა რა გზა გვაქვს. პოლკოვნიკს წერილი უკვე გაუგზავნე, გიჟის პერანგი მოვატანინე. ხომ ვცდილობ ეს ქაღალდები მოვაწესრიგო, ყველაფერი აუდაურევია. არ არის კარგი ამბავი. გული კარგა ხანია ცუც მეუბნება, მაგრამ წყალი და ცეცხლი ერთმანეთს ვერ ეგუება. რა დევს მაგუჯერში? ყველაფერს იკტენია. შენი ბავშვობის თოჯინა. თოჯინი. შენი ნათლობის ჩაჩი.
ბერტას სათამაშო. შენი წერილები. მედალიები ვიცი. როგორ უყვარდი, ლაურა, დღეებს ინახავდა. ალბათ ოდესღაც უყვარდი. მაგრამ დრო მიდის და ყველაფერი იცვლება. ეს რა ქაღალდია? დამარხვის ნებართვა. ხო. რა თქმა უნდა დამარხვას ჯობს საგიჟეთში ცხოვრებას. ლაურა. გამოთქვი ამაში შენ ხომ არ მიგიწვის ბრალი? მე? იქ თუ გაგიჟდა რა ჩემი ბრალი? ხო, კარგი. კრიცაც არ დავწავ. ბოლოს და ბოლოს მე და შენ ხომ დაწმავართ. ვართ, მე რა გინდა? ორი დამი. რა გინდა? მომისმინე. იმას ხომ მაინც ვერ უარყოფ შვილის. ერთპიროვნულად აღზრდა. შენ სურვილებს მკვეთრად არ ეწინააღმდეგე. მე რაღაც ვერ გავიგე. აღფრთოვანებული ვარ შენით. რა ძალის პატრონი ხარ. წარმოუდგენელი ძალის. ხაფანგში გაბმულ მელიას გევხარ. უმალთაც მოიწყვეტ ვიდრე ვინმეს დანებდებოდე. აბა წამოდი სარკეში ჩაიხედე. არ მიყვარს სარკე. ვერ ბედავ არა. ჩახედვას ვერ ბედავ და იმიტომ. მომეცი ხელი. ხელი მომეცი. არც სისხლის მუხანათური ლაქაჩანს, არც მზაკრული საწამლავის კვალი. უბრალო უწყინარი მკვლელობაა, რომელიც კანონს არ ექვემდებარება. უნებლიე დანაშაული. უნებლიე? რა საუცხოო ჩანაფიქრი. რაღაც ძალიან ბევრს ლაპარაკობ. გესმის, რა დღეშია ზემოთ? ფრთხილად იყავი. ფრთხილად, თორემ თუ გამოაღწია, შუაზე გაგხერხავს. აი, ბატონი ექიმის. არც ახლა გჯერათ? ჯერა უხეშად რომ მოგექცათ. მაგრამ საკითხავია განრისხების ბრალი იყო თუ სიგიჟის. იმას ხომ მაინც ვერ უარყოფთ, რომ აკვიატებული იდეები აწუხებს. თქვენ, ბატონო პასტორო, ჩემის აზრით, არანაკლებ აკვიატებული იდეების მქადაგებელი ბრძანდებით. ჩემი ურყევი შეხედულებანი უზენაესთან დაკავშირებით. მოეშვით მათ შეხედულებით. მიდი. დავასმინე, მიდი. დამაბეზღე. შეგიძლია? არ შეგიძლია. არ შეგიძლია. უდანაშაულო ვარ და იმიტომ. რა, სინდისმა შეგაწუხა? იგი გადარეულს მიხედა, ჩემს საქმეს მე მოუვიდე. არა ორგიჟი! ყველაფერი წიგნებში წერია, ნებისმიერ წიგნში, გთხოვს ვერ. ოდისეა! სიმღერა პირველი 211 ტაები. ტელემაქე ეუბნება ათინას. არა ვარ მეგიჟი. სერ, ტელემაქე ეუბნება ათინას. დედა ჩემისგან შემიტყვია, რომ მისი ძე ვარ. სხვა კი რა გითხრა? განა მოკვდავმა შესაძლოა იცოდეს, თუ ვინ აღყავს მამა. და ასეთ უნდობლობას უცხადებენ პენელოპეს, ცოლთაგან ყველაზე უსათმელს. კარგი ბატონო, შემდეგი ვნახავ. ეზიკია. გიჟი თუ იტყვის, იგი ჩემი მამა არისო, თორემ მოკვდავი ვინ ჩასახა, აბა ვინ უწყის. ეს ხომ ცხადზე უცხადესია, სწორედ.
კიდე რა გვაქვს? მერზლაკოვი, რუსული ლიტერატურის ისტორია. ალექსანდრე პუშკინი, უდიდესი რუსი პოეტი, მხოლოდ საბედისწერო ტყის მსხვერპლი გახდა. ცოლის ღალატზე დარხეულმა ჭორებმა შეიწირეს. სასიკვდილო სარეცელზე იფიცებოდა ჩემი ცოლი არაფერ შუაშიაო. ვირი. ნამდვილი ვირი. როგორ იფიცებოდა? იუნასის აღზანებოდა. და ექიმი რა თქმა უნდა. ხო, აი ჩვენ წიგნებს ვკითხულობთ. ხო, ბატონო ექიმო. წიგნებს ვკითხულობთ. ხო, დაბძანდი სვერ, დაბძანდი. ხო, დაბძანდი იუნას. იცი რა უპასუხე ერთ ინგლისელ ქალს, რომელიც აღშფოთებული ყვებოდა ირლანდიელებს საშინელი ჩვევა აქვთ, რომ ცოლებს შანდელებს ესურიანო. შანდელები? ქალები? მაგათ ყოლიათ მეთქი. ქალები რა შუაშიაო გამიბრაზდა ჩემი მოსაუბრე, აბა რა მეთქი? თუ კი საქმე იქამდე მიდის ქმარს, რომელსაც უყვარდა ცოლი. ქმარს, რომელიც აღმერთებდა ცოლს. გალსტაცად შანდალს და სახეში გაუქანებს. მაშინ ხო ყველაფერი ნათელია რა. რა არის ნათელი? არაფერი. ამ ქვეყანად არაფერი არასდროს არ არის ნათელი. შეგიძლია მხოლოდ ირწმუნო, ასე არ არის? ნეტარ არიან მორწმუნენი. მაგრამ ვაი რომ ამ წმენას ტანჯვამდე მივყავართ, ეს მაინც ვიცი. ბატონო გაჩვდით. მე არ ვსურს თქვენთან ლაპარაკი. და არც იმის მოსმენამ სურს თუ როგორ შეგიძლიათ ქვეყანას მოძდოთ სხვათა საიდუმლოდ, დიახ საიდუმლოდ შენ რა თიცით რასაც ვამბობ. ური მიგდე, იუნას. ნუ თუ შენ დარწმუნებული ხარ, რომ შენი შვილების მამა ხარ. არა მე მახსოვს თქვენთან ცხოვრობდა ერთი მასწავლებელი, საკმაოდ სანდომიანი და ხმა დაირხა თითქოს, აბა ერთი ხელი მოისვი თავზე ორი კოპი. კარგად მოისვი, კარგად. ხმერთო იუნას. გაფიცრდი? რა მოხდა იუნას? ეს ხომ მხოლოდ ჭორი იყო, თუმცა ყველას პირზე ეკერა. რა სასაცილო პირუტყვები ვართ ეს სოლიანი კაცები, არა ბატონო ექიმო, თქვენ რა სიტყვით? თქვენ საქორწინო სარეცელზე. თქვენ სახში ხომ არ დაბრძანდებოდა ერთი ლეიტენანტია? ეხლა გავიხსენებ, სახელად ერქვა. ესაც გაფიცრდა. რა მოგივი? რაც იყო? წარსულს ვერ დააბრუნებ, ცოლი მოგიკვდა დიდი ხანია მიწაში წევს. მე კი იმ ლეიტენანტს ვიცნობდი. ექიმო თვალებში მიყურეთ, ექიმო პირდაპირ თვალებში. ეს იგი დრაგუნთა პოლკის მაიორია. არ ღმერთია, მოწმე დღეს იმასაც რქები აქვს, უმეშინით. შეიძლება სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. როგორც კი რქები ვახსენებ, არ შეიძლება სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. მე გიჟი. შესანიშნავად ვიცი, მაგრამ რატომ ვარ გიჟი? ეს თქვენ არ გაინტერესებს. არავის არ აინტერესებს, მე შემიძლია სხვა რამეზე. ჩემი შვილი, მართლა ჩემია, სულით გაიგონე. რას გაიგებ ვისი? იცი რა უნდა ქნა? ჯერ ცოლი უნდა შეირთო ის დილოვის გულისათვის, მერე იქ უნდა გაეყარო და საკუთარი ცოლის საყვარელი გახდე. მერე ბავშვი უნდა იშვილო. ეს ხომ მაინც ზუსტად გეწოდინება, რომ ნაშვილებია. მართალს არ ვარ. მინდა როდესაც ჩემი მარადილობის ის დია გააცამყურებს ეს ფილოსოფია და მეცნიერება რა თქმა. ცხოვრება გროშათაც არ მიღებს, ან როგორ უნდა ვიცხოვრო, როდესაც ღირსება შემილახეს. რა თქმა.
კვდები. რაც გინდათ ის მიყავი. მე აღარ არსებობ. თქვენი გადასაწყვეტია ქალბატონო. ციხეში უკრათ თავი თუ საკუთში. ახლა უკვე ნამდვილად ვეღარ გიპასუხებ. თქვენ რაღაც სიტყვით ბატონო პასტორო? სკანდალს ნამდვილად ვერ ავწდები. არ ვიცი. რაც გინდათ ის ქენით. აბა უბრალო ჯარიმა რას დააწყნარებს? ციხიდან კი მალე გამოუშვებენ? ესე იგი ყველასათვის ხელსაყრელია თუ კი გიჟათ მოუნათლავთ. ძიძა სად არის? რაი? ძიძას დაუძახეთ. მოგით აქ. შეხედეთ. აი ამ პერანკს როტმისტრს ჩამოვაცმევთ, როგორც კი მე მივიჩნევ ამას საჭირო. გასაგებია, სახელოები ზომაზე გრძელი აქვს. აი ზურგზე შეუკრავთ, ამით მოძრაობა იზღუდება და მიაბავთ, გნებავთ აი სავარძელზე, გნებავთ, გთხოვთ. გნებავთ სკამზე. გასაგებია. რას ბრძანებთ, ბატონო ექიმო? მეც არ შემიძლია. ნამდვილად არ შემიძლია. თქვენ თვითონ რატომ არ ჩააცმევთ ბატონო ექიმო? ავადმყოფი აღარ მენდობა და იმიტომ ისე წესით ამას თქვენ უნდა აკეთებდეთ, მაგრამ შიშობ რომ არც თქვენ გეკავათ. იქნებ თქვენ, ბატონო პასტორო. გთხოვთ, მე თავი დამანებოთ. გაცრავენ. ბოდიში. საკაკუნებს, შემოდი.
დავწეროთ, არა წერილი. დიახ, როგორც ვებძან. ნოით, შენ მარჯვე ბიჭი ხარ ნოით. ალბათ იცი, როტმისტრის შეუძლოდ არის. ხო და უნდა დაგვეხმარო ნოით. თუ კი როტმისტრს რამე ჭირდება თვითონაც იცის. მე არ დაგზარდებით. აი ეს პერანგი უნდა ჩამოაცვა ნოით. არა. მაგან არა. ეგ რაღაცა სატკენს. ისე მე ჩავაცმებ ფრთხილად, ნაზად. ეგ კი იქვე ახლოს სიდგეს და მომეხმაროს, თუ საჭირო იქნება. ასე აჯობებს. ის არის პერანგი დამალეთ სასწრაფოდ გადამალეთ პერანგი. მამა, შენ რა? მაცლავად ხარ? მე? რა ჩაიდინე? დედა შანდალი როგორ ესროლე? დიახ შენ. დავში რომ მოხვედრო და მე. რაი? შენ არა ხარ მამა ჩემი. რა თქვი? მიხარა ვარ შენ მამა. საიდან? შენ არის მამა შენ? ვინ? ყოველ შემთხვევაში შენ. ვინ? შენ ყველაფერი გწოდნია. რას მოვესწარი, ჰა? ვინ გითხრა? საკუთარი ქალიშვილი პირში მახლეს. ჩემი მამა არ ახარო. თუ შეხვდები რომ დედა შეჭრი თავს. მიწასთან ასვლა. დედაზე ცუდი არაფერი თქვა გესმის? თქვენ ნამდვილად შეეკარით ყველანი ერთმანეთს, ყველანი. მე ნუ დამასწარი. მამა. არ გაფედო მამა აღარ დამიძახო. ჩემი ხვიძლი შვილი ხარ აბარა. სხვანაირად შეუძლებელია, სხვა ყველაფერი სისულელია ყველაფერი. ციებ ცხელებას რომ შემომიტანი ხო. ჩემი გოგო. მოდი ავარდი თვალებში ჩეკრა. ჩემ სულს დაინახა. აქ დედა შენი სულიც მოშენ. შენში ორი სულია. ერთს ვუყვარვარ, მეორეს კი ვეზიზღები. მარტო მე უნდა ყარებოდი. სულიც ერთი უნდა ქონოდა. ეხლა ვერც შენ მოისვენებ, ვერც მე. აზრიც ერთი უნდა ქონოდა ჩემი აზრისგან ნაშობი და ნების ყოფაც ჩემი ნების ყოფისგან შობილი. არ მინდა. მე უნდა ვიყო. შეიძლება. კანიბალი ვარ და შეგჭამ. დედა შენს უნდა შევეჭამე და არ გამოუვინე. მე სატურნი ვარ, რომელმაც საკუთარი შვილები გადასაცლა, იმიტომ რომ უწინასწარ მე ყველა შვილები შეგჭამენ, რა ჯობია, შეჭამო თუ შეგჭამო. აი საკითხავი ეს არის. ხოლო. მე თუ არ შეგჭამ. შენ ჭამ. აი. ხედავ კბილებიც გამოაჩინე, მაგრამ ნუ მეშინია ჩემო გოგო არ გაკეთე. რაშჩადიხარ ადოლ? რაშჩადიხარ? ტყუები შენ მოიხე? ხო, მე მოვიდა ტყუები. მე. მოდი აქ და ადოლ. შეგდუსაც არ დაგაცდია. ადოლ. რა დაგებათ ადოლ? ვait. ადოლ. რა მოგივიდა ადოლ? რა მოგივიდა? ვait, ადოლ. გახსოვს, სულ პატია ბალღი იყავი. ლოგინში ჩაგაწენდი და შენთვის ლოცულობდი ხოლმე. ხანდახან დგებოდი ღამით. წყალი რომ შემომეტანა შენთვის. გახსოვს? ზოგჯერ სტანთებს ვანთებდი. ელავარაკე შენ. და ზღაპრებს გიკითხავდი. მისგან საოცარი სიმშვიდე მე მოგ. რათა შენი ცუდი სიზმრები.
900 იქით გადამერეკა. გახსოვს ადორ? გახსოვს? ერთხელ სამზარეულოში უშველებელ დანას დასტაცეხელი გემი უნდა გამოვთალო. მე კი ვიკივლე, გველია გიყպես მეთქი და შენც მაშინე გაგდე ხელიდან. გახსოვს? რა უგუნური ბიჭი იყავი. არასოდეს არ გესმოდა რა იყო შენთვის კარგი. ახლა როგორ მაწოლებდი ჩაცმისას, რაღაცა ვარ მოიგონებდი ხოლმე. ვითომ ოქროს სამოსი გქონდა და პრინცივით უნდა გამომეპრანჭე. გახსოვს ადოლ? გახსოვს? თბილი პერანგი იყო. აი ასეთი თეთრი გეუბნებოდი აბა, ორივე ხელი ერთად გაუყაროთ მეთქი. და შენც იცმედი? აი ასე. შემდეგ გეუბნებოდი, არ გაინძრე ჩემო ბიჭო, ზურგზე კარგად შეგიკრავ მეთქი. და შენც იჯექი აი ასე. შემდეგ გეუბნებოდი, აბა ადექი გაი არ გამოიარე, ოქროს სამოსი როგორ გიხდება მეთქი. და შემდეგ გემშვიდობებოდი. ნანი. ჩაცმულს ნანინა. ეს რა მიყავი? ჯოჯოხეთის მარშხა გაიძნებ. მე მას შენგან არ მოვხალ. სიკვდილსაც არ დაასწინე. მაპატიე რა მექნა. ბავშვი ხომ უნდა გადამერჩინა. გამომეკლა. ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთი. სიკვდილის სასუფეველი ცადა. ბავშვის ადგილი ზეცაშია. შენ რა იცის? უბრალოდ სიკვდილის შემდეგ. ყველა მიცის. სიცოცხლეში რა ხდება ის ვერ გაგვიგიათ არა. გაიქნება ყველაფერი წინასწარ ვიცოდოთ, ჰა? მოინანი ადოლფ, მოინანი. ჯერ კიდევ არ არის გვიან. ღმერთს თხოვე შეწყალება. უკანასკნელმა ჯვარზე გაკრულმა ავაზაკმაც კი მოინანია. და მაცხოვარმა იცი რა უთხრა? შენ დღეს ჭეშმარიტად ჩემთან ერთად იქნები 64-შეიო. დამჩხავი მიცვალებულს შებებერო ყავ. ნაით! სვერტ, ნაით! ორი გამიხსენ. მოაშორეს ხალია ხელ. დადააგდე სადაც გინა წაიღე თუ გინა ბუხარში შეტანე თუ გინა ფანჯრიდან მოისწროლა მოაშორე ათაურობას. თავისი ფსალმუნებით სიკვდილის პირას მივიყვანა. არ შემიძლია ბატონო როტმისტრი. როგორ? ქრისტიანაში ნამდვილად არ შემიძლია. ერთი 6 კაცი რომ იყოს კიდევ მესმის, მაგრამ ამ დედაკაცს რა მოუხერხო? არ მითხრა ახლა ქალისთვის ხელი არ მოვიგიდეო. მოვიგიდეო და უფრო მეტიც. მაგრამ ქალზე ხელის აღმართება ეს სულ სხვა რამეა. სულ სხვა რამეა? ჩემზე რო ხელი აღმართეს ეს. არ შემიძლია ბატონო როტმისტრი. ეს იგივეა პასტორს გაულაწუნეო რომ მითხრათ. ან სარწმუნოებას უღალატეო. არ შემიძლია. ომფალე. ჩემი ომფალე. რა უკენი შენს ქვას ჰერკულეს ომფალეა. ხედავ როგორ დააბეჭავე. ზის და ქალებით მატყლს ჩეჩაპ. აბა შემომხედი. განამეჟინე მტერი ვარ. თქვენ ყველანი ჩემი მტრები ხარ. დედა იყო და არ უნდა და ჩემი გაჩენა. ეშინოდა მშობიერობისას ტკივილი შემაწუხებსა და ჩანასახისათვის საჭმელს არ იმეტებდა კიდევ ხიბრად მაქცია. პირველი ქალი ვინც გულში ჩავიკარი მტერი აღმოჩნდა ჩემი. სიყვარულის სანაცვლოდ 10 წლიანი სნეულება შემყარა. შვილმაც მიმტრო ჩვენ ორ შორის შენაგირჩია და ბოლოს შენ. ჩემი ძარი. მოსისხლე მტერი აღმოჩნდა ჩემ. ამჯერად ისე სიკვდილის პირას არ მიმეყვანე.
ცოლბრობა. ადრე ცოლს თხოვობდნენ. ხელი სახში მრჩეველი მოყავ. ან მეგობარ ქალზე ქორწინდებიან. საკითხავია მრჩეველს რა დაურსულებენ ამ მეგობარ ქალს ნამოს რა თქია. რა სიმარული. ამდენი ჯანმრთელი ბუნებია სიმარული და დაიმარხა. არსებობს. შენი შვილია ბერტა. უსაფუძვლოდ ეჯვიან. ეს სწორედ ეგ არის საშინელება საფუძველი რომ კონდეს. ხელი მაინც მექნებოდა რამე. ხოდი. თავრო ნახე. თითქოს ეშმაკები მახოია. დამცინი ახარხარები. აუმიდეთ თავქოშ ბალიში ცივა. მომეცი ხელი მეგობა. შენ არ ჩამოწვეს პერანი, ოფალე. ლაურა, აი, შენი ნაზი. სიფრიფანა თავშალ ტუჩებზე მერე. თბილია, ვარდის სურნელი არის. შენს თმებს რომ აზდია და სიყვარული. გახსოვს, ახალგაზრდა რო იყავი, არყის ჭალაში რომ სეიმები გახსოვს. შაშვები გახსოვს. ბაბუოწერები გახსოვს. რაც ხურება ქონდა და ეს რა მოგვივი. არ არჩენელ გინდო და არც მე. არ დაგვემართა. და ვინ განაგებს შენს ხორებას? ღმერთი განაგებს. ომის ღმერთი ან პროსპერ ომის ქალღმერთი. მოვაშორეთ ეს კატა მოვაშორეთ თვითონ მეშინეს მოვაშორეთ ეს კატა. მუნდირი სალაშქრომი მუნდირი შედობის სვიერო კომაგო აიბეზე ჰერკულეს ათორი ვინსება საბოლოოდ შეგიბრალდა შეგიბრალდა ალაპენი მოსპა წყეული მციხალში ალკაჯო ხმერთმა დახწყელო მუნდირი სალაშქრო მუნდირი აღარეთ ციო აი ჩემი ლაუნის თავი ამას მაინც ხოლმე გავართ რა რა ბალიში მომიტანე ცივია და მაგარი ლაურა მოდი აქ გვერდზე დამჭიქი ლაურა შეიძლება უხლებზე თავი დაგადო და რა პარიდა როგორ გავწევ ლაურა დაიხარა ძუძუებზე მითხოვი აბარიაცილი დედის ასატრაფოს მკერდს რო ეხუტებია არ დედის ჯობია დედის ჯობია ადოლფ გინდა შენს ქალიშვილს შეხედო გინდა მუნდირი სალაშქრო მუნდირი ჩვენ მამაკაცებს შვილები არ გვყავს. შვილები თქვენ ქალებს აყავთ. მომავალიც თქვენ გეკუთვნით. ჩვენ მკვდებით ასე ვიხოცებით უშვილებს. ბერტა. უხმაბრა შენთან ბავშვებს. გესმით ღმერთზე ვედრება. შენ გავედრები შენ. მიღერე ნანა დამანძინე. ძალიან დავეღალე. დამცია. ბავშვი დავისა. მარგრეთ, კურთხეული ხარ. ცოლებში. აღარ სუნთქავს. აღარ სუნთქავს. აღარ სუნთქავს. აღარ სუნთქავს.
სისხლი ჩაეკეცა. მოკვდა. შესაძლოა გონს მოვიდეს. მაგრამ რა მოხდება? არავინ უწყის. სიკვდილის წინ ღმერთს ევედრებოდა. მართლა? მართლა. ჩემი შვილი. ამინ.